მინდა გითხრათ, რომ გასული წლების განმავლობაში კახეთში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ რა თქმა უნდა პრობლემები რჩება და გასაკეთებელი ბევრია. მე როგორც გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ყოფილი გუბერნატორი ძალიან კარგად ვიცი ყვავე რაიონში თუ რა პრობლემა აქვს და ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან გვექნება კონსტრუქციული თანამშრომლობას და ოპონირებას, რათა ის დაწყებული პროექტები მივიდეს ბოლომდე და ასევე სხვა პრობლემები იქნეს მაქსიმალურად დასრულებული. პირველ რიგში მინდა ბატონ გიორგი ღვინიაშვილს უთხრა მადლობა იმ ძალიან დიდი სამუშაოსთვის, რაც მან კახეთისთვის ამ რეგიონის მისგასწია. მეორეს მხრივ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, როგორც თვითონ ამ კუთხის შვილისთვის, ვიდგე ჩემი ხალხის სამსახურში. ბატონო ზურაბ, საქართველოს ცვლილებებით თუ იგეგმება გუბერნატორის ადმინისტრაცია? თვითონ განმავლმა თვეებმა, მაშინ როდესაც იგივე თელავისა და გურჯაანის რაიონებში ხსნია, როგორი რეაქციაც იყო თვითონ გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობის, აგრეთვე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, განმავლმა დაადასტურა ეფექტურობა იმ სამსახურების და იმ ადამიანების, ვინც აქ მუშაობენ, ამიტომ რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.